გაქრა ბავშვი. 19 წლის ნათია გიორგიძეს ოჯახი მეოთხე წელია ეძებს. გოგონა ბოლოს 2010 წლის 31 ოქტომბერს ნახეს. დედის ინფორმაციით იმ დღეს ნათია ქუთაისში პუშკინის ქუჩაზე ერთ-ერთმა გარე სათვალთვალო კამერამაც დააფიქსირა, თუმცა ამის შემდეგ კვალი იკარგება. გაუჩინარებიდან რამდენიმე საათში ოჯახმა განცხადება ადგილობრივ პოლიციაში შეიტანა. გამოძიება თვითმკვლელობის მუხლით დაიწყო, მაგრამ ცხედარი ამ დრომდე ნაპოვნი არ არის. ნათია გიორგიძის გაუჩინარებიდან 4 წლის შემდეგ ოჯახი ტრაფიკინგზე ალაპარაკდა. გამოძიება არაფერს არ აკეთებს. დახურეს საქმე, შემოდეს თაროზე, შემდეგ გავიგეთ, რომ თითქოს თურქეთში იყო ნანახი და მინდელმა დაურეკა თავის მეუღლეს, რომ ასე გიორგიძე ნათია ერთ-ერთი ღამის 3 საათზე მოიყვანეს. ალბათ ტრაფინგის ხერხია, ცოცხალი რო არ იყოს კუტარი, არავის არ უნდა. საეჭვო გარემოებებზე ოჯახის ადვოკატიც საუბრობს. ლედი ტუკვაძის ინფორმაციით დღემდე ბურუსით ამოცული იმ ქალის გარდაცვალება, ვინც ნათიას შემთხვევით თურქეთში შეხვდა და შემდეგ ინფორმაცია ახალგაზრდა გოგონას პრობლემის შესახებ საკუთარ მეუღლეს მიაწოდა. გიორგიძეების ადვოკატის ცნობით აზამინდელი საბერძნეთში სამუშაოდ მიდიოდა, თუმცა ოჯახში დარეკვიდან 2 დღის შემდეგ ინტოქსიკაციის დიაგნოზით გარდაიცვალა. თხოვს მეუღლეს, რომ აქ ნახე საშინელება, 19 წლის გოგონა ყავს შემოყვანილი, ნათია გიორგიძე, რომელსაც ახლა დანაწევრებას უპირებენ და მას მაინც მიეშველეთო. რატო დუმდნენ ეს ოჯახი 4 წლის განმავლობაში? რატო ვერან არაძლევდნენ ჩვენებას, ცოტა უცნაურია. გიორგიძეების ადვოკატის ინფორმაციით საქმეში გავლენიანი პირების ინტერესები იკვეთება, რომლებიც გამოძიების ობიექტურობას ხელს უშლიან. მინდელმა მითხრა, რომ მე შემომთავაზეს 25,000 евро. 25,000 ევროს ანავიღებდი, თუ არა და მათ ყავდათ ისეთი გავლენიანი ადამიანები, რომლებიც აუცილებლად ამ საქმეს მაინც ჩაფარცხავდნენ. რო გავყევით ამ გარემოებებს, მიგვიყვანა ძალიან საინტერესო ადამიანის სახელთან და გვართან. მინდელებმა ამ საქმეზე დღეს კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. პირად საუბარში კი განაცხადეს, რომ ნათია გიორგიძის შესახებ მათ ინფორმაცია გამოძიებას უკვე მიაწოდეს. ასე შევიდა ჩვენც მე პროკურატურაში და გამოვიძებთ. გამოვიძებთ, უბრალოდ რა დაემართა დედაჩემს. ნათია გიორგიძის ოჯახის დამცველის ინფორმაციით გამოძიება ამ დროისთვის შეწყვეტილია. შინაგან საქმე და სამინისტროს ცნობით კი გოგონას შესაძლო ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მონაცემების გადამოწმება მათ თურქ კოლეგებს თხოვეს, თუმცა მითითებულ სასტუმროში ნათია გიორგიძის კვლას ვერ მიაგნეს. საქმეზე გამოძიებას მთავარი პროკურატურაც განაგრძობს. ბადაშვილის უწყებაში ამბობენ, რომ ისინი ყველა შესაძლო ვერსიას განიხილავენ. გაუჩინარებული გოგონას ოჯახი გაჩერებას არ აპირებს. უახლოეს დღეებში ისინი ადვოკატთან ერთად თურქეთში წასვლას და მინდელების ნათქვამი სასტუმროს თანამშრომლებთან გასაუბრებას გეგმავენ.